1971 წელს რიჩარდ ნიქსონმა ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს. მთელ შეერთებულ შტატებში დაიწყო ნარკოტიკების განადგურება და მასობრივი დაპატიმრებები. ვიეტნამიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს სისტემატურად ამოწმებდნენ. ჰეროინის მთავარი მწარმოებელი საფრანგეთი ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფრანგული კავშირების მთავარი საყრდენი, კორსიკული მაფია კი მისი მთავარი სამიზნე გახდა. 20 წლის განმავლობაში ფაქტების უარყოფამ, დაუსჯელობამ და მფარველობამ კორსიკული მაფია აყვავა. მერე კი უცებ ნიქსონმა მაგიდას მუშტი დაჰკრა. საფრანგეთმა დოზის გადამეტებით გამოწვეული პირველი სიკვდილი იხილა. ჰეროინი ჯანდაცვის მთავარი პრობლემა გახდა. პრეზიდენტ პომპიდუსთვის ნიქსონის ინიციატივა დროული იყო. მისი საიდუმლო სამსახური კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ნარკოქსელების გაწმენდის დრო დადგა. ამერიკელების დახმარებით, რომლებიც საფრანგეთს მანქანებს და აღჭურვილობას უგზავნიდნენ და ოპერაციებსაც აფინანსებდნენ, შესაძლებელი გახდა ნარკოსინდიკატის ნაწილების დაშლა და საიდუმლო ლაბორატორიების დახურვა. ვაშინგტონი პარიზში აგენტებს გზავნის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტიდან. დაზვერვაზე ორიენტირებული ეს დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთის პოლიციასთან. 5 წლის განმავლობაში 3010 ნარკოდილერი დააკავეს, კორსიკული მაფიის ქიმიკოსები კი მიიმალნენ. ფრანგული კავშირი დაიშალა. ნიქსონის ომი რაღაც გაგებით წარმატებული იყო. ის უმაღლეს დიპლომატიას და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციულ რესურსებს აერთიანებს, რათა შეერთებული შტატების მთელი ძალა ამ ბოროტების წინააღმდეგ მიმართოს. პირველი ბრძოლა მოგებულია. მაგრამ 1970-იანების შუა ხანებში ნარკოტიკების ბაზარი მთელ მსოფლიოს მოედო, რადგან მოხმარების დონემ უპრეცედენტოდ მოიმატა. ამ ბაზრის დასაპყრობად მოვაჭრეების ახალი თაობა ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციებს ქმნის, რომელთაც სათავეში ეგრეთ წოდებული ნარკობარონები უდგებიან. მათი მეშვეობით ჩნდება ძალაუფლების 4 ტაქტიკური ღერძი, რაც ნარკოტრაფიკინგს გლობალიზებულ ინდუსტრიად აქცევს. ორგანიზებული დანაშაული მსოფლიოში ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბიზნესია. რამდენიც უნდა ებრძოლო, ის ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. წყლის მსგავსად ის იმ მხარეს მიედინება, საითაც ნაკლები წინაღობა შეხვდება და ადვილად შეძლებს მათ გადალახვას. ნარკოტრაფიკინგი სინათლის სიჩქარით აღვიდა ძველი სამყაროს ფერფლიდან. და ამას პირველები მექსიკელი ფერმერები მიხვდნენ, რომელთაც 20 წლის მანძილზე მოჰყავდათ ყაყაჩო და მარიხუანა. ფრანგული კავშირის განადგურება შესანიშნავი შანსი იყო მექსიკელი ფერმერებისთვის. სულ რამდენიმე თვეში ნედლი ოპიუმის ფასი 4-ჯერ გაიზარდა. სინალუას ნაყოფიერ ზეგნებზე სასწრაფოდ გააშენეს ყაყაჩოს მინდვრები. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა მექსიკის არმიასთან ერთად ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ვაშინგტონიდან სხვადასხვანაირ ჰერბიციდებს გზავნიდნენ ყაყაჩოს და მარიხუანას ნარგავების გასანადგურებლად. არაერთ სოფელს მოუწია გადასახლება. მცირე მეწარმეებს და მოვაჭრეებს აპატიმრებდნენ. ზოგიერთი ფერმერი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მოლაპარაკების უკეთესი უნარი ჰქონდა და წარმოებისა და გასაღების საკითხებსაც უფრო შემოქმედებითად უდგებოდა. ამ სასტიკ ოპერაციას გადარჩენილებმა წარმოება სხვაგან გადაიტანეს და სინალუას ერთი ღარიბი ოჯახიდან გამოსული ნარკოდილერის მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდოს ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ. ის ძალიან საინტერესო ადამიანია. წარსულში ფედერალურმა პოლიციელმა კარგად იცოდა პოლიციის მუშაობის სტილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოდილერისთვის.
ცოტა ხანს სინალუას გუბერნატორის დაცვაშიც მუშაობდა და კარგად იცნობდა როგორც პოლიტიკურ, ასევე ნარკომოვაჭრეთა სამყაროს. და ვინც ყველა ამ სამყაროს იცნობდა, წარმატების რეცეპტიც მის ხელში იყო. ფელიქს გალიარდო მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქში, გვადალახარაში დაფუძნდა. ყველაზე ჭკვიანი მეწარმეებისა და მოვაჭრეების გაერთიანების წყალობით, მან ჰეროინისა და მარიხუანას თითქმის მთელი ბაზრის კონტროლი ჩაიგდო ხელში. ასე გაჩნდა პირველი დიდი მექსიკური ნარკოკარტელი. გვადალახარის კარტელმა მალე კოლოსალური ქონება დააგროვა. ფელიქს გალიარდო ბანკის აღმასრულებელ კომიტეტში შევიდა, რაც საერთაშორისო ნარკოტრაფიკიდან მიღებული მისი და კარტელის სხვა წევრების ფულის გათეთრების საშუალებას აძლევდა. ბანკის დახმარებით ფელიქს გალიარდომ თავისი ფული ლეგალურ ბიზნესებში დააბანდა. და მექსიკის მაღალ საზოგადოებაში მიღებული პატივსაცემი ბიზნესმენი გახდა. რამდენიმე წლით ადრე გატარებულმა რეპრესიებმა ვერ შეაჩერა პირველი მექსიკელი ნარკობარონის აღზევება. პირიქით, ხელიც კი შეუწყო. რაც უფრო ძლიერია სამართლებრივი წნეხი, მით უფრო ძლიერდება ბუნებრივი გადარჩევაც. გადარჩება ყველაზე ძლიერი. სწორედ ნარკოდილერებს შეუძლიათ ყველაზე უკეთ სამართალდამცავთაგან თავის დაღწევაც და მეტოქეების დამარცხებაც. სულ ერთია ამას, ჭკუით მიაღწევენ აგრესიით თუ ადგილობრივი ჩინოვნიკების მოსყიდვით. სანამ ჰეროინი ამერიკულ ბაზარზე ვრცელდებოდა, ანდების სიღრმიდან ახალი ნარკოტიკი ამოტივტივდა. კოკაინი. პერუსა და ბოლივიაში, სადაც კოკას ფოთლებს ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ შიმშილისა და სიმაღლის შიშის დასაძლევად, ქიმიამ თავისი ჯადოსნური ჯოხი მოიქნია. როცა ხედავ როგორ მზადდება ნარკოტიკი, მისი გასინჯვის სურვილი აღარ გიჩნდება. კოკას ფოთლებს 3 დღე აჩერებენ ნავთში. მერე ნაერთს ურევენ კირს და ისევ აჩერებენ. მომაკვდინებელი სუნი აქვს. ეს შიშის მომგვრელი ქიმიური პროცესი მჟავის, ეთერისა და აცეტონის დამატებით გრძელდება. ადრეულ 70-იანებში 1 გრამი კოკა შეერთებულ შტატებში $700 ღირდა. ამ იშვიათმა თეთრმა ფხვნილმა აფეთქება გამოიწვია ფინანსების სამყაროში, უოლ-სტრიტის მგლებსა და ელიტაში. ეს გამარჯვებული კაპიტალიზმის ნარკოტიკი იყო, წარმატებულთა წამალი. ჟურნალ Time-ის ყდაზეც კი იბეჭდებოდა. ნარკოტიკების შამპანური, ეს საოცარი წამალია, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და დამოკიდებულებას არ იწვევს. ეს შეცდომა იყო. უდიდესი შეცდომა. ამ ყველაფერს პოლიტიკური შედეგები მოჰყვა. დეპარტამენტს დაევალა მთელი ძალისხმევა კოკაინით უკანონოდ ვაჭრობის წინააღმდეგ კი არა, ჰეროინის წინააღმდეგ მიემართა. ამ ახალი ბაზრის სრული კონტროლისკენ გზა ხსნილი იყო. კოლუმბიაში რამდენიმე კრიმინალმა ისე დაიწყო წარმოება, რომ არანაირი დაბრკოლება არ შეხვედრია. ღარიბი ქვეყანა კოლუმბია, ჯუნგლებითა და მთებით დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარებოდა. აქ კონტრაბანდისტები მეფობდნენ. კოლუმბია ტრადიციულად ანარქისტული ქვეყანაა. მისი მოსახლეობა შინაგანად ინსტინქტურად ეწინააღმდეგება ძალის კონცენტრირებას. ადვილი მისახვედრია, რომ ისინი მმართველობის ყველა ფორმასაც უარყოფენ. 1970-იანების დასაწყისში კოკაინს ბოლივიაში და პერუში ყიდულობდნენ და კონტრაბანდულად გადაჰქონდათ შტატებში. ამერიკულ ბაზარს წარმოუდგენელი შემოსავალი მოჰქონდა. მედელინში ახალგაზრდა ნარკოდილერმა დანარჩენი კრიმინალებით დაარწმუნა, ერთი ნაბიჯით წინ უნდა წაეწიათ და ერთად კოკაინის მთელი ბაზრის კონტროლის უფლებას მოიპოვებდნენ. ასე გაჩნდა მედელინის კარტელი.
პაბლო ესკობარი ეგრეთ წოდებული დიდი შემსრულებელი იყო. ყველა ნარკომოვაჭრეს მისთვის პროცენტი უნდა გადაეხადა. სანაცვლოდ თავის სამსახურს თავაზობდა. პირველ რიგში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ერთად აგროვებდა ყველა ნარკოდილერის ტვირთს და ამერიკაში გზავნიდა. ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში ზარალს ისანაზღაურებდა. კოკაინის გავრცელების სქემა მას არ შეუქმნია. უბრალოდ მისი განვითარება შეძლო და წარმოუდგენელ მასშტაბებამდე აიყვანა. მედელინის კარტელმა საჰაერო ფლოტი შეიძინა და ტონობით კოკაინის კონტრაბანდა დაიწყო სამხრეთ ფლორიდაში. მაიამიში დილერებს შორის ნამდვილი ომი გაემართა ბაზრის კონტროლისათვის. ამერიკამ კოკაინის სისხლიანი სახე დაინახა. დღეს შუა დღისამის ნახევარზე სროლის ხმა გაისმა დეიდლენდის სავაჭრო ცენტრში. კროუნის სასმელის მაღაზიაში შესულ ორ ლათინოამერიკელ მამაკაცს, ასევე 2 თუ 3 ლათინოამერიკელი მამაკაცი შეხვდა და ცეცხლი გაუხსნა. დეიდის მუნიციპალიტეტში გვამების დათვლასაც კი ვერ ასწრებენ. გუშინ 2 ადამიანი მოკლეს მედლიში, როცა მათ შეიარაღებულ მამაკაცთან შებრძოლება სცადეს. მაიამიში ამ ბოლო დროს იმდენი მკვლელობა მოხდა, რომ დეიდის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისი სპეციალურ საყინულე ფურგონს იყენებს გვამების შესანახად. ძალადობის მასშტაბით შეშფოთებულმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა პრობლემის სათავის ძებნა კოლუმბიაში დაიწყო. 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა კოლუმბიის მთავრობასთან ექსტრადიციის ხელშეკრულება გააფორმა. კოლუმბიაში დაკავებული ყველა ნარკოდილერი დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნათ ამერიკაში, სადაც მათ გაასამართლებდნენ. ესკობარმა საფრთხის მასშტაბი გაიაზრა. პარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაციის შესაჩერებლად მან რამდენიმე პოლიტიკოსი მოისყიდა, მაგრამ მეტი გარანტია სჭირდებოდა. 1982 წელს 33 წლის უკვე მდიდარ ბიზნესმენად ცნობილი ესკობარი თავად წავიდა პოლიტიკაში. ის წარმომადგენელთა პალატის ალტერნატიულ წევრად აირჩიეს. ექსტრადიციის ხელშეკრულება კოლუმბიის კონსტიტუციის 23 მუხლზე წინააღმდეგება და ადამიანის უფლებებს ლახავს. ამიტომაც კოლუმბიელი ხალხი მისი წინააღმდეგია. უფრო მეტიც, ეს უსამართლობაა. ამის შემდეგ მისი ერთადერთი მიზანი ფული აღარ იყო. ის უკვე ქვეყნის მართვაზე ოცნებობდა. ძალაუფლება მისი მთავარი საზრუნავი გახდა. ამ ადამიანის მსოფლიოში უდიდესი ნარკობიზნესის მფლობელის უკან გვლელი იდგა, რომელსაც ძალაუფლება სწოროდა. მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობა სურდა. პაბლო ესკობარმა კოლუმბიის დემოკრატიაში შეაღწია და ექსტრადიციის ხელშეკრულების დაბლოკვა მოახერხა. შეერთებულ შტატებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო კაცი, რომელმაც კოკაინი მძლავრ ინდუსტრიად აქცია. ნარკოტიკების ინდუსტრიალიზაცია აზიაშიც მიმდინარეობდა. ვიეტნამის ომისა და ამერიკელი ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ტაილანდი მარტო დარჩა წითელ გარემოცვაში. სამეფოს თავის ტერიტორიაზე კომუნისტების შემოჭრის ეშინოდა და ერთ-ერთმა ახალგაზრდა სარდალმა ამ ახალი გეოპოლიტიკური წყობით ისარგებლა. მას იცნობდნენ როგორც ყუნცას, კეთილდღეობის პრინცს. ყუნცა გამორჩეული ფიგურაა. ეს არის ასე ვთქვათ არათანმიმდევრული ინდივიდი, რომელიც შეიძლებოდა ბაზრის მოვაჭრეც ყოფილიყო, ან ფერმერი, ან წვრილი ბიზნესმენი. და ამ დროს წარმოუდგენელი ძალაუფლების მქონე ადამიანად ჩამოყალიბდა. ბირმაში დაბადებულმა მან ადრეულ ასაკში გაიარა სამხედრო წვრთნა და ბირმის დიქტატურის მილიციელი გახდა. მოგვიანებით მას საკუთარი არმია შექმნა, რომელიც ოპიუმით ვაჭრობიდან შემოსული ფულით ფინანსდებოდა. მალე თავის 2000 კაციან ჯართან ერთად საზღვარი გადალახა და ტაილანდის ხელისუფალთა სამსახურში ჩადგა. მას ძალაუფლების საოცარი შეგრძნება ჰქონდა და იცოდა, როგორ უნდა მიეღო მაქსიმალური მოგება ამ ძალისგან. იქნებოდა ეს იარაღი,
იმუნიტეტი თუ უკანონო ვაჭრობის უფლება. ტაილანდის სამეფო ხელგაშლილი შეხვდა კუნსას. თავის შეიარაღებულ ხალხთან ერთად მას კომუნისტების შემოჭრისგან უნდა დაეცვა ქვეყანა. სანაცვლოდ კი სრული უფლება მიიღო ნარკოტრაფიკინგისთვის. მისი ოპიუმის ქარავნები თავისუფლად გადადიოდნენ საზღვრებზე. ტაილანდის მთავარსარდლობა დახმარების სანაცვლოდ მას მფარველობას თავაზობდა. ცხადია შემოსავლის პროცენტებსაც იღებდა. ხუნსამ ჰეროინის უზარმაზარი ლაბორატორია აშენა და საკმაოდ ძლიერი ნარკობარონი გახდა. ხუნსა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის რადარებზე მოხვდა. მაგრამ ტაილანდმა უარი თქვა მისი ძვირფასი მოკავშირის ვაშინგტონისთვის გადაცემაზე. ჩიხში აღმოჩენილმა ამერიკის კონგრესის წევრებმა სხვა გზით შემოვლა სცადეს. მათმა ერთ-ერთმა ემისარმა ხუნსასთან მოლაპარაკება წამოიწყო. ეს ყველაფერი ბრიტანელი დოკუმენტალისტის ედრიან კოუელის თანდასწრებით ხდებოდა. 1977 წლის 16 აპრილი. როდესაც კონგრესის კომისიის მთავარი მრჩეველი ჯონ ელისი წარვადგინეთ, ამ ისტორიული შეხვედრის გადაღების უფლება მოგვცეს. ოპიუმით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმებების გაფორმების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას აქვთ. ნებამომეცით კითხოთ, ხუნსა, რა შეიძლება გაკეთდეს შანის მოსაზღვრე ქვეყნებში ოპიუმის წარმოების მოსაპოვებლად? გვინდა დაგაკავშიროთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მთელ ოპიუმს შეისყიდიან. შემდგომი განადგურებისა და დაწვის მიზნით. ამ დიპლომატიურ თამაშში ნარკოდილერის კი არა, ბირმის მიერ რეპრესირებული მისი ხალხის შანების დამცველის სახით წარდგა. შანის შტატი ოპიუმის მთავარი მწარმოებელი გახლდათ ოქროს სამკუთხედში, რის გამოც რეგიონში მუდმივად საომარი მდგომარეობა იყო. ცხადია, მის დაჯგუფებაში იყვნენ ადამიანები შანის პოლიტიკური ხედვებით, მაგრამ ასევე იყვნენ ადამიანები, რომელთაც უამრავი ეკონომიკური მიზანი ამოძრავებდათ. დაკ ხუნსა საკმაოდ ჭკვიანურად აბალანსებდა ამ ორ ჯგუფს თავის არმიაში. საჯაროდ ის აცხადებდა, რომ შანის პოლიტიკური უფლებებისთვის იბრძოდა, მაგრამ ამავე დროს უამრავ ფულს შეუვლობდა ნარკოტიკებით ვაჭრობით და ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ხუნსა ტრაბახობდა, რომ მას საკმაოდ ძალა ჰქონდა. შეეძლო შტატში არსებული ოპიუმის მთელი წარმოება შეეკრიბა და შეერთებული შტატებისთვის გადაეცა რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, რაც თავისი ხალხისთვის სჭირდებოდა. შეთავაზებამ თეთრ სახლამდე მიაღწია, მაგრამ ვაშინგტონმა ძალისმიერი ტაქტიკა აირჩია. ოქროს სამკუთხედიდან ოპიუმის ამოძირკვის მიზნით ბირმის არმია და მისი სისხლის მსმელი გენერლები შეაიარაღა. ამერიკის ვერტმფრენებმა ოპიუმის ვერცერთი მინდორი ვერ გაანადგურეს. ამის ნაცვლად ამბოხებულ უმცირესობებს გაუხსნეს ცეცხლი. ხუნსას ლაბორატორიებში კი ისევ შედიოდა ოპიუმი და ის სულ უფრო მდიდრდებოდა. ტაილანდის საფარქვეშ მან კიდევ უფრო გაზარდა წარმოება და ახალი მეტსახელიც მიიღო – ჰეროინის მეფე. ამ დროს კი ევროპაში
1970-იანების შუა ხანებში კოზა ნოსტრას განგსტერების პატარა ჯგუფმა ყოფილი ფრანგული კავშირის ქიმიკოსები დაიქირავეს. პალერმოს ნათლიების სახელით ცნობილებს მათ შუა აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ ოპიუმი სიცილიის სანაპიროზე არსებული იატაკქვეშა ლაბორატორიების მოსამარაგებლად. ნათლიებმა ნიუ-იორკის პიცის რესტორნებში გააბეს სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც FBI-მ მალე პიცის კავშირად მონათლა. ცოტა ხანში მათმა შემოსავალმა ასტრონომიულ ციფრს მიაღწია. სიცილიური ბანკები ამ ბიზნესიდან შემოსული ნაღდი ფულის ათვისებას ვერ ასწრებდნენ. ადგილობრივი საბანკო სისტემა შეიძლება ითქვას აფეთქდა. ფულის ნაწილი ისეთ ქვეყნებში გადაიტანეს, სადაც საბანკო საიდუმლოებს მკაცრად იცავდნენ, მაგალითად შვეიცარიაში და სადაც ადვილად შეიძლებოდა ყოველგვარი გვალის დაფარვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ქვეყნების საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა პარალელური ფინანსური სისტემა. და როდესაც მაფიის წევრებმა დიდი ფულის შოვნა დაიწყეს, მიხვდნენ, რომ ამ სისტემას სასწაულების მოხდენა შეეძლო. კაპიტალისტური ფინანსური სისტემა მაფიას არ შეუქმნია. ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ გადასახადების თავიდან აცილება საიდუმლოდ დარჩენილიყო. სიცილიაში მაფიის ახალ გამდიდრებულმა წევრებმა თავიანთი ძვირფასი მანქანების და იახტების გამოჩენა დაიწყეს. ამან ძალიან გააღიზიანა ძველი კლანები, რომლებიც ამ ახალ ბიზნესში არ იყვნენ ჩართული. მაგრამ პალერმოს ნათლიებს ეს არ ადარდებდათ. მათ მრისხანე ხელი იცავდა. პატარა სოფელ კორლეონეში დაბადებული მათი ლიდერი, ტოტო რიინა, კოზა ნოსტრას ისტორიაში ყველაზე სისხლის მსმელი მკვლელი იყო. რიინასთვის ადამიანის მოკლა ისევე ადვილი იყო, როგორც სიგარეტისთვის მოკიდება. როცა ვინმე არ მოსწონდა, უბრალოდ ამბობდა, მოკლათო. მის გაბრაზებას ყველა ერიდებოდა, რადგან იცოდნენ, ცოცხალი ვერ გადაურჩებოდნენ. პალერმოს ნათლიებს რიინა უტვინო ფსიქოპატად მიაჩნდათ. რიინამ კი კოზა ნოსტრაზე გაბრაზებული ოჯახების განადგურების ნაცვლად ისინი გააერთიანა და ახალ ძალად აქცია. ეს ოჯახები ახალი მკვლელებით ამარაგებდნენ მას. – 1991 წლის აპრილში ეგრეთ წოდებულმა მაფიის ომმა იფეთქა. თუმცა ეს სულაც არ იყო ომი. ომი გულისხმობს ორ დაპირისპირებულ არმიას, რომელთა შორისაც უძლიერესი იმარჯვებს. აქ კი მხოლოდ ერთი არმია იყო, რიინასი. ეს ლიკვიდაცია იყო. ის ხალხს ქუჩებში ხოცავდა, გვამებს პოლიციის განყოფილებების წინ ტოვებდა, საჩვენებელ სიკვდილით დასჯას აწყობდა. ძველი სოციალური მაფია კი ასე არასოდეს იქცეოდა. ის ეგრეთ წოდებული ლუპარა ბიანკას თეთრი მგლის წესით მოქმედებდა. მისი წევრები გვამებს არ ტოვებდნენ. ყოველთვის შეეძლოთ ეთქვათ, არ მომკვდარა, შეერთებულ შტატებში წავიდაო. ტოტო რიინამ თავის გზაზე 2000 გვამი დატოვა და კოზა ნოსტრას ლიდერი გახდა. მისი მეთაურობით ჰეროინით ვაჭრობიდან შემოსული კოლოსალური თანხებით თავბრუდახვეული სიცილიური მაფია საკმაოდ შორს წავიდა. 1982 წელს პარლამენტის კომუნისტმა დეპუტატმა პიო ლატორემ მაფიასთან ბრძოლის კანონი წარადგინა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის მოკლეს. ადრე, როდესაც ყველაფერი ჩუმად, მალულად კეთდებოდა, მთავრობის უმეტესი ნაწილი თავს იბრმავებდა. თუ შეიძლება ასეთი ევფემიზმი გამოვიყენო. რიინას წყალობით კი, უпростоრად მის გამო, თვალს უკვე ვეღარავინ დახუჭავდა. სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა ძლიერი სიგნალი, რომ ის საპასუხო დარტყმას აპირებდა. ლატორეს მკვლელობის მეორე დღეს სიცილიაში ახალი გუბერნატორი დაინიშნა. ტერორიზმის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლი გენერალი დალა კიეზა. და ისიც მოკლეს. 1980-იან წლებში ტოტო რიინას, ასე ვთქვათ, თავში აუვარდა და დაიჯერა, რომ შეეძლო ბოსების ბოსი გამხდარიყო. ამას ემატებოდა მისი გიჟური რწმენა, რომ სახელმწიფოსთან დაპირისპირებასაც შეძლებდა. სწორედ მას ეკუთვნის ფრაზა „სიცილიაში სახელმწიფო მე ვარ“.
ძალადობის ასეთმა ესკალაციამ პოლიტიკოსები, მათ შორის ყველაზე კორუმპირებულებიც კი შეაშინა. პარლამენტმა მოკლული კომუნისტი დეპუტატის კანონი მიიღო და სიტყვა მაფია პირველად ჩაიწერა იტალიურ სისხლის სამართლის კოდექსში. კერი იდენტიფიცირებული იყო. პირველ რიგში ნარკოლაბორატორიები დახურეს და წვრილფეხა მაფიოზები დააპატიმრეს, მაგრამ მთელი ორგანიზაციის გასანადგურებლად მეტი იყო გასაკეთებელი. ნიუ-იორკი კოზანოსტრას თეთრ ხვნილში იხჯობოდა. 1982 წლისთვის ამერიკის 200,000 ჰეროინ დამოკიდებულის ნახევარი სწორედ ამ ქალაქზე მოდიოდა. პრეზიდენტ რეიგანისთვის ნარკოტიკებთან ბრძოლა უფრო დიდი გამოწვევა იყო ვიდრე ნიქსონისთვის. მით უმეტეს მას შემდეგ რაც ახალი ეპიდემია გავრცელდა. ქვეყანა კოკაინის 10 მილიონ მომხმარებელს ითვლიდა. პრეზიდენტმა მთელი თავისი საგანგებო ძალები ფლორიდაში გადაისროლა. მედელინის კარტელმა დიდი დანაკარგი განიცადა. ესკობარი მიხვდა, რომ შტატებში შესასვლელად ახალი გზები უნდა ეძებნა. და შედეგად 1984 წელს სადღაც მექსიკაში მედელინის კარტელი გვადალახარის კარტელს შეხვდა. კოლუმბიელები ფიქრობდნენ, თუ შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების გაგზავნას შევწყვეტთ, იქნებ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა აღარ შეგვაწუხოსო. თუ მექსიკელებს მივყიდით, მხოლოდ მექსიკელებს დაუწყებენ დევნასო. ეს მცდარი აზრი იყო, რადგან იურიდიულად თუ ნარკოტიკებით ვაჭრობის რომელიმე რგოლში ხარ ჩართული, პასუხისგება აუცილებლად მოგიწევს. ისინი კოლუმბიელებს შეეკრნენ და კოკაინის ტრანსპორტირების საკითხში ნარკოტრაფიკისთვის მექსიკის უდიდესი აქტივი, მექსიკა ამერიკის პრაქტიკულად უკონტროლო საზღვარი შესთავაზეს. მერე კოლუმბიელები მოვიდნენ და უთხრეს, დიახ, ტონობით კოკაინის გადასატანად გვჭირდებითო. მექსიკელმა ნარკომოვაჭრეებმა ყველა პირობა შეასრულეს და ტონობით კოკაინი გადაიტანეს შეერთებული შტატების საზღვარზე. გვადალახარის კარტელი ყოვლის შემძლე გახდა. 1984 წლის შემოდგომაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა მოხდა. მისმა ერთ-ერთმა აგენტმა ენრიკე კამარენამ მარიხუანას უზარმაზარი პლანტაცია აღმოაჩინა, 100 ჰექტარი. პლანტაცია დაუყოვნებლივ გაანადგურეს. რამდენიმე თვის შემდეგ აგენტი ენრიკე კამარენა გაუჩინარდა. ჩვენ არ ვიცოდით რა დაემართა ჩვენს აგენტ კამარენას. არ ვიცოდით და ვერც მექსიკის მთავრობისგან მივიღეთ პასუხი. და როდესაც საზღვარი ჩავკეტეთ, მექსიკის მთავრობამ მხოლოდ მაშინ მოსთხოვა ნარკომოვაჭრეებს გვამი. ყველა მიცოდა, რომ ის მკვდარი იყო. ენრიკე კამარენას სასტიკად დასახიჩრებული გვამი ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა. ხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ აგენტი მექსიკის პოლიციამ გაიტაცა და მექსიკის საიდუმლო სამსახურის დახმარებით გვადალახარის კარტელს გადასცა. გალიარდოს მთავარი მოკავშირეები დააპატიმრეს. ნარკობარონი იატაკ ქვეშეთში გადავიდა. ჩატარებული გამოძიების ერთ-ერთი მთავარი შედეგი მექსიკაში გამეფებული კორუფციის გამოაშკარავება იყო. ამ საქმემ საიდუმლო სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში ფართოდ გავრცელებული კორუფცია გამოავლინა. ცხადი გახდა, რომ ნამდვილი ბოსები ისინი იყვნენ. ისინი წყვეტდნენ, რომელ ნარკობარონს რომელ ტერიტორიაზე უნდა ებატონა. და ნარკოტიკებით ვაჭრობიდან უზარ-მაზარ თანხებს იღებდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ფული მაღლა შინაგან საქმეთა მინისტრამდეც კი მიდიოდა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის გამოძიებამ მექსიკის პოლიტიკის ყველაზე დიდი საიდუმლო გამოააშკარავა. ერთადერთი პარტია, რომელიც 1930 წლის შემდეგ ქვეყნის სათავეში იდგა, ინსტიტუციურ რევოლუციური პარტია ძალაუფლებას ყველანაირი ლეგალური თუ არალეგალური ბიზნესის რეკეტის გზით ინარჩუნებდა. და როცა ნარკოტრაფიკინგმა ფესვები გაიდგა, ქვეყანა ნარკოსახელმწიფოდ გადაიქცა. ბევრი ამბობს, რომ ნარკოტრაფიკინგმა მექსიკის მთავრობაში შეაღწია. მაგრამ ჩემი აზრით, მექსიკის მთავრობაში არაფერ შეუღწევია. მექსიკური ნარკოტრაფიკინგი და კონტრაბანდა მთელი პოლიტიკური სისტემის
განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო ყველას, ვინც მექსიკაში ნარკოტრაფიკინგში იყო ჩართული, სთავაზობდა ინსტიტუციურ რევოლუციურ პარტიასთან გაერთიანდით და თქვენს ინტერესებს ჩვენ დავიცავთო. ამაზე უარის თქმა სისულელე იყო, ვინც უარს იტყოდა, სახელმწიფო გაანადგურებდა. სიმართლე კოლუმბიაშიც იმავე დროს გამოაშკარავდა. 1984 წელს იუსტიციის სახალმინისტრს როდრიგო ლარას ეყო გამბედაობა პაბლო ესკობარი ემხილებინა. კოლუმბიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რადგან სწორედ ის არის ნარკოტიკის წარმოების, ტრანსფორმირებისა და გავრცელების წყარო. როდრიგო ლარამ პარლამენტში საჯაროდ დაადანაშაულა პაბლო ესკობარი ნარკოტრაფიკინგში. იუსტიციის მინისტრს 24 საათი აქვს, რომ წარმოადგინოს გუშინ წარმომადგენელთა პალატის წინაშე ჩემთვის წამოყენებული ბრალდებების კონკრეტული მტკიცებულებები. თავის თავში ზედმეტად დარწმუნებულ ესკობარს ერთი დეტალი გამორჩა. პოპულარული გამოცემის El Espectadoris რეპორტიორმა ძველი საქმე ამოატივტივა. მან არქივში 1976 წლის სტატია იპოვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პაბლო ესკობარი 19 კილოგრამი კოკაინის შენახვისთვის დააპატიმრეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სერიოზული მტკიცებულება გაჩნდა პაბლო ესკობარის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე ვერაფრით უმტკიცებდნენ ნარკოტრაფიკინგში მონაწილეობას. ყველას გასაოცრად კონგრესმა მას პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნა და ესკობარი იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო. ის ვეღარ იქნებოდა ოფიციალური პოლიტიკოსი, თუნდაც ნარკოტიკებით ოფიციალურად მოვაჭრე. იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარამ ჯვაროსნული ომი გამოაცხადა. მან ესკობარის თვითმფრინავები ჩამოაგდო და ჯუნგლებში მისი ლაბორატორიები გაანადგურა. მან სამკვდრო სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ესკობარს და ამით საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1984 წლის 30 აპრილს ბოგოტაში მედელინის კარტელის მიერ დაქირავებულმა მცირეწლოვანმა კილერმა როდრიგო ლარას ესროლა. ეს ომის გამოცხადება იყო. კოლუმბიის პრეზიდენტის sapasukho დარტყმა ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული ექსტრადიციის ხელშეკრულების რატიფიცირება გახლდათ. პაბლო ესკობარი მედელინში გამაგრდა. მას ერთგულად იცავდა მოსახლეობა, რომელსაც სახლებს, სკოლებსა და საფეხბურთო სტადიონებს უშენებდა. ესკობარმა თინეიჯერების 2000 კაციანი არმია დაიხირავა. ისინი თავიდან იშორებდნენ ყველას, ვინც ესკობარის ბატონობას საფრთხეს უქმნიდა: ჟურნალისტებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და პოლიტიკოსებს. მიუხედავად საფრთხისა, იუსტიციის სამინისტრო მედელინის კარტელის ბოსის ექსტრადიციისთვის სამხილების შეგროვებას განაგრძობდა. 1985 წელს ესკობარმა შეთანხმება დადო მარქსისტულ პარტიზანულ ჯგუფთან M19-თან, რომელიც ბოგოტას იუსტიციის სასახლეს დაესხა თავს. პაბლო ესკობარის დოსიე გაანადგურეს. ორდღიანი ალყის შემდეგ იუსტიციის სასახლე ცეცხლმა შთანთქა. ნარკობრონებისთვის ძალიან მომგებიანია პოლიტიკაში ჩართვა. რობინ ჰუდის იმიჯმორგებულები, ვითომ და ღარიბთა დამცველნი და სახელმწიფოს მიერ შევიზროებულნი, ისინი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობენ. და რაც უფრო იზრდება სახელმწიფოს მხრიდან წნეხი, მით უფრო ძლიერდება ეს მხარდაჭერა. ოქროს სამკუთხედის სიღრმეში ამ ფენომენის საუკეთესო მაგალითია ყუნსა. 1980-იანების დასაწყისში რეგიონის გეოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ჩინეთმა საზღვრები გაუხსნა სხვა ერებს, მშვიდობამ დაისადგურა და ტაილანდის სამეფოსაც აღარ სჭირდებოდა პრობლემური მოკავშირეები. ყველასთვის უსარგებლომ და ქვეყნიდან განდევნილმა ჰეროინის მეფემ თავის სამშობლოს ბირმას შეაფარა თავი.
ხუნსამ შანის შტატში ისე გახსნა ახალი ლაბორატორიები, რომ ბირმის დიქტატურისგან ოდნავი წინააღმდეგობაც არ შეხვედრია. მან სავარაუდოდ კარგად გადაუხადა რეგიონის სამხედრო მეთაურებს. რა თქმა უნდა, ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები წლების განმავლობაში, ნათელია, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ის ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა ბირმის მთავარსარდლობასთან. ბირმის სამხედრო დიქტატურა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იყო. 20-წლიანი მმართველობის შედეგად გენერლებმა ქვეყანა გააღატაკეს და უმცირესობათა ათობით აჯანყება გამოიწვიეს. ხუნსასთან კავშირით მათ სიმშვიდე მოიპოვეს შანის შტატში, რომელიც ქვეყნის მეოთხედს შეადგენდა. ხუნსა მათ ყველაზე მთავარს ამ მოუსვენარ რეგიონში სტაბილურობას დაჰპირდა. ხუნსამ წარმოუდგენელი რამ შეძლო. მეტოქე ლიდერების მკვლელობისა და ხალხის დაშინების გზით შანის დანაწევრებული მოძრაობა აიძულა ის ლიდერად ეცნოთ და 20,000 კაციანი შეიარაღებული არმია ჩამოაყალიბა. ის ამბობდა, დიდი არმიის ყოლა მშვიდობის სურვილს ნიშნავსო. დიდი არმია იმიტომ ყავს, რომ ბრძოლა არ მინდა. პატარა ჯარი რომ ყავდეს, ბირმის არმია ყოველთვის შეეცდებოდა ჩემს პოვნას და განადგურებასო. ბირმის არმია ხუნსას არ შეეხება და სანამ ის ახალი ლაბორატორიები მთელი დატვირთვით მუშაობენ, მას შეუძლია განაგრძოს თავისი ხალხის შანების დამცველად თავის წარმოჩენა. ბირმელებს ფრთხილად ესროლე. ნუ გეშინია. ასე ესროლე. ხუნსამ ჰეროინის ბაზარი ნარკოტიკის დაბალ ფასად გაყიდვით დაეპყრო. და 1980-იანების ევროპაში შპრიცები ხელიდან ხელში გადადიოდა და ნარკომანიასა და შიდსთან ერთად სიკვდილს თესავდა. $1981 წელს ბირმა წელიწადში დაახლოებით 500 ტონა ოპიუმს აწარმოებდა. 1989 წლისთვის კი ეს ციფრი 500%-ით 2500 ტონამდე გაიზარდა. ეს ოპიუმის წარმოების ყველაზე სწრაფი ზრდაა ისტორიის ამ მონაკვეთში. ალბათ ყველაზე სწრაფი. 1000 კილომეტრის მოშორებით კი სიცილიაში კოზა ნოსტრას ნათლიასთან, ტოტორიინასთან საბრძოლოდ ყველაზე უშიშარი გამომძიებლები და მოსამართლეები ორი ქარიზმატული ფიგურის პაოლო ბორსელინოსა და ჯოვანი ფალკონეს ირგვლივ ერთიანდებიან. თქვენი აზრით, ერთ მშვენიერ დღეს მაფიის აღსასრულს ვნახავთ? ერთ დღეს მან მითხრა, იცი ჯუზეპე, ნარკოტიკები კვალს არ ტოვებენ. ვინმე ფაქტზე თუ არ დავიჭირეთ, ვერაფერს მივიღებთ. აი ფული კი ნამდვილად ტოვებს კვალს და მივხვდი, მაფიის საბანკო ანგარიშებისთვის უნდა შეგვეტია. მათ მაფიის ფულის მოძრაობაზე დაკვირვება დაიწყეს და ფალკონემ ჯერ კიდევ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონის შემოღებამდე ბინძური ფულის გამოჭერა და მაფიოზების საფულეებზე დარტყმა სცადა. ის დეტალურ ფინანსურ გამოძიებას აწარმოებდა და ამ პროცესში ბევრ რამეს სწავლობდა ფინანსური ბაზრების, საბანკო სისტემებისა და მათი საიდუმლოების შესახებ. ფალკონემ ფულს საგადასახადო სამოთხემდე, შვეიცარიამდე, პანამამდე და გერნზიმდე მისდია და 20,000 საბანკო გამოძიება წამოიწყო. შემდეგ ის ფულის კვალს ატლანტის ოკეანის გავლით შეერთებულ შტატებამდე გაჰყვა, სადაც პიცის კავშირის გამოსავლენად მჭიდროდ თანამშრომლობდა FBI-სთან. რადგან მანამდე მსგავსი გამოძიება არასდროს ჩატარებულა,
მაფიოზები ჩეკებს თავისუფლად წერდნენ. მე მინახავს, როგორ გაანაღდეს 1 მილიარდი ლირის ჩეკი, რადგან იცოდნენ, არავინ დასჭიდა. ბანკებს არავინ აკონტროლებდა. 1983 წელს ბრაზილიაში კოზა ნოსტრას ერთ-ერთი ლიდერი ტომაზო ბუშეტა დააპატიმრეს. სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. მან მაფიის ომერტას, ანუ დუმილის ფიცის კანონი დაარღვია. ის ტოტორინას რეპრესიების მსხვერპლი იყო. მაფიამ თითქმის მთელი ოჯახი ამოუწყვიტა. და როგორც კი მარტო დარჩა, შური იძლია და მოსამართლე ფალკონეს კოზა ნოსტრას მთელი შიდა სამზარეულო გაუხსნა. ტომაზო ბუშეტას ჩვენებებმა ფალკონეს და ფედერალური ბიუროს ფინანსური გამოძიება დააჩქარა. დაპატიმრებათა ტალღას მაფიის წინააღმდეგ 2 უდიდესი სასამართლო პროცესი მოხდა. გრანდიოზული პროცესი პალერმოში, პიცის კავშირის წინააღმდეგ. სიცილიაში 450 ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალი. 2 წლიანი პროცესის შემდეგ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. 360 გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთით, საერთო ჯამში 2500 წლით. იმ დროს მიმავალ ტოტორინას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ბოსებს და მათ მოკავშირეებს ნიუ-იორკში პიცის კავშირის სასამართლოზეც მსგავსი განაჩენები გამოუტანეს. ჩვენ 1 გრამი ჰეროინიც კი არასდროს ამოგვიღია. ყველაფერი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ფულადი ტრანსფერების წყალობით მოხდა. ფალკონე რომ არა ეს გამოძიება ვერ ჩატარდებოდა. ფალკონეს წყალობით ტერმინები ფულის გათეთრება და ოფშორული ანგარიშები ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრდა. იტალიელმა მოსამართლემ ნარკოტრაფიკინგის გამანადგურებელ იარაღს მიაგნო. ეს იყო ფულის კვალის გაყოლა დანიშნულების ადგილამდე, ბანკებამდე. ნარკოდილერებს ეს უფრო აშინებს, ვიდრე მათი ზოგიერთი ლიდერის მკვლელობა. თუ ფულის გათეთრებაზე ვლაპარაკობთ, საერთაშორისო ბაზარი ის ადგილია, სადაც სერიოზული დარტყმების მიყენება შეიძლება. ნარკოტრაფიკინგზე იერიშის მიტანა ფულის გათეთრების საშუალებით შეიძლება, მაგრამ ფულის გათეთრების პრობლემა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნაღდმა ფულმა მაქსიმალურად თავისუფლად იმოძრაოს. არსებობს ფინანსური დერეგულაცია, რაც კაპიტალის, ადამიანებისა და საქონლის შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა, მაგრამ ყოველი სახელმწიფო თავაწყვეტს, სურს თუ არა, რომ საგადასახადო სამოთხე იყოს, ჰქონდეს ფისკალური რეჟიმი თუ საბანკო საიდუმლოს შენახვაზე იზრუნოს. ფინანსური გლობალიზაციის იმ პირველ წლებში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მისცემდა საკუთარ თავს სისტემის ფუნდამენტურად შეცვლის უფლებას. რეიგანი ძალისა და დიპლომატიის ძველ მეთოდებს მიუბრუნდა. $1988 წელს მექსიკელმა ძალოვნებმა ფელიქს გალიარდო დააკავეს. მაგრამ მან ციხის საკნიდან მოახერხა თავისი კარტელის დაშლა და ტერიტორიების ახალგაზრდა ბანდებისთვის გადანაწილება. ოდესღაც ადვილად ამოსაცნობი ორგანიზაციის ყველა კვალი წაიშალა. ახლა უკვე ყოველ სასაზღვრო პუნქტს ახალი კარტელი აკონტროლებდა, მაგრამ ვაშინგტონში ამას მოგვიანებით მიხვდნენ. $1989 წელს ბერლინის კედლის დაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეერთებული შტატები პანამაში შეიჭრა და იქაური დიქტატორი CIA-სა და ნარკომოვაჭრეთა მოკავშირე მანუელ ნორიეგა ჩამოაგდო. ნარკოტიკებთან ბრძოლისას ამერიკა უარს ამბობს ცივი ომის ლოგიკით მოქმედებაზე. კოლუმბიაში ვაშინგტონის მოსალოდნელ სამხედრო აგრესიაზე ალაპარაკდნენ. პაბლო ესკობარს ამერიკულ ციხეში მოხვედრა არ უნდოდა. თუ მის დაჭერას აპირებდნენ, გვამების მთებზე გადავლა მოუწევდათ. სანამ მთავრობა ექსტრადიციის ხელშეკრულებას არ გააუქმებდა, ვერც ერთი ქუჩის კუთხე ვერ იქნებოდა უსაფრთხო. ბრმა თავდასხმების სერიის შედეგად ესკობარმა პრეზიდენტობის 4 კანდიდატი მოკლა. ხალხის რჩეული ლუის კარლოს გალანი საჯაროდ დებატების დროს მოკლეს. ის კამპანიის მენეჯერმა სესარ გავირიამ ჩაანაცვლა, რომელიც საბედნიეროდ თავდასხმას გადაურჩა. დღესაც კი მიჭირს ყველა იმ გამოწვევის აღწერა, რომელთაც მაშინ დაუპირისპირდით.
მაგალითად ძალოვანი სტრუქტურების, პოლიციის, არმიის შართულობა საჯარო ფიგურების კვლელობებში. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ, როდესაც ასეთ თანამშრომლობას ხედავ, ხვდები, რამდენად სუსტი იყო ჩვენი კონტროლი ქვეყანაზე. კარტელებმა კოლუმბია ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციეს. კოლუმბიის არჩეულ პრეზიდენტს სესარ გავირიას სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თანამდებობა ეკავა. კვლელობების შესაჩერებლად მან პაბლო ესკობართან მოლაპარაკებები წამოიწყო. დანებების სანაცვლოდ მას კონსტიტუციის გადახედვას და ექსტრადიციის კანონის ამოღებას დაჰპირდა. ეს დიდი გამოწვევა იყო. ამ საშინელი კრიზისიდან გამოსავალი უნდა გვეპოვა. მაგრამ ის ავტორიტარული კი არა, დემოკრატიული უნდა ყოფილიყო. 1991 წლის 19 ივნისს მედელინის კარტელი ხელისუფლებას ჩაბარდა. პაბლო ესკობარმა თავის საგანში, რომელიც საკუთარი გემოვნებით მორთო, კედელზე ამაყად გამოაკრა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მიერ გაცემული მისი დაპატიმრების ორდერი. კოლუმბიისთვის ამხილეთ ნარკომოვაჭრეები. იძებნება პაბლო ესკობარ გავირია. ჯილდო 2,700,000 პესო. მაგრამ ესკობარი დიდხანს არ დარჩენილა ბუნკერად ქცეულ თავის სასახლეში. მალე მიხვდა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე კონტროლს კარგავდა და გაიქცა. მისი კონკურენტები და მოკავშირეები, რომელთაც ესკობარის არყოფნით ისარგებლეს, მის ჩამოსაგდებად გაერთიანდნენ. ბოროტმოქმედებმა პოლიციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს. კილერებისა და ინფორმატორების დახმარებით მათი ნადირობა სწრაფად და წარმატებით დასრულდა. ისინი ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ. ნარკოტიკების ამ ომში ჩემთვის დღესაც გაუგებარია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ყველა თავის მტერს შეეკრა მხოლოდ ერთი ნარკოდილერის თავიდან მოსაშორებლად. $1993 წლის 2 დეკემბერს პაბლო ესკობარი მედელინში ერთ-ერთი სახლის სახურავზე მოკლეს. სოფლიოში უდიდესი კოკაინით მოვაჭრის განეიტრალებას ყველა მხარის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის, კოლუმბიის პოლიციისა და ნარკოდილერების ძალების გაერთიანება დასჭირდა. $1992 წლის 25 მაისს მთელი იტალია გლოვობდა. ეკლესიის სიღრმეში ქალის ხმა გაისმა. ყველა სახელით, ვინც სიცოცხლე გასწირა თავისი ქვეყნისთვის. თავისი ქვეყნისთვის. მოვითხოვ, სამართალი აღსრულდეს. მივმართავ მაფიის წევრებს. გთხოვთ, გახსოვდეთ. თქვენც კი შეიძლება მოგეტევოთ. მე მოგიტევებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მუხლებზე დაემხობით. თუ იპოვით ძალას, რომ შეიცვალოთ. მაგრამ ისინი არ შეიცვლებიან. ამ კუბოებში ბომბზე აფეთქებული ჯოვანი ფალკონეს, მისი ცოლისა და პოლიციის ესკორტის 3 წევრის ცხედრებია. ამ ტრაგედიაში ხალხი პოლიტიკურ სისტემას ადანაშაულებს, რომელიც ყოველთვის მფარველობდა კოზა ნოსტრას. ყოველი პოლიტიკოსის გამოჩენას ტორნადო მოჰყვება. მოსამართლე პაოლო ბორსელინოც მანქანაში ჩადებულ ბომბს ემსხვერპლა.
ჩვენ ისევ ველოდებით პასუხებს. რაღაცები ჯერ კიდევ არ გამოაშკარავებულა. არქივები, რომლებიც არასდროს გამხდარა საჯარო. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ფალკონეს და ბორსელინოს მკვლელობებისას ისეთი ხარისხის და რაოდენობის ასაფეთქებელი იყო გამოყენებული, რომ მაფია მთელი თავისი კონტაქტებითაც კი მას ისე ვერ მოიპოვებდა, რომ კვალი არ დაეტოვებინა. ორ იტალიელ მოსამართლესთან დაახლოებული ფედერალური ბიუროს გამომძიებლები იტალიაში ჩავიდნენ და თან ახალი ტექნოლოგიები ჩაიტანეს. ევროპაში პირველად დანაშაულის ადგილზე შეგროვდა დნმ-ის ნიმუშები. 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ტოტორინას ტაქტიკა მასვე შემოუბრუნდა. თავისივე ხალხის მიერ გაყიდული ბოსების ბოსი 1993 წელს დააპატიმრეს. 25 წლის შემდეგ ის ციხეში გარდაიცვალა. კოზა ნოსტრა ძალიან დაასუსტა დაპატიმრებების სერიებმა და ყოფილი მაფიოზების ჩვენებებმა. სიცილიური მაფია ნარკოტრაფიკინგს ჩამოშორდა და უჩინარი გახდა. კოზა ნოსტრასთვის ნარკობარონების ეპოქა აქ დასრულდა. მხოლოდ ერთი ნარკობარონი დარჩა თავის ადგილზე. ხუნსა. მაგრამ ჰეროინის მეფემ წითელი ხაზი გადაკვეთა. 1993 წელს მან შანის შტატის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამხედრო რეჟიმმა დაუყოვნებლივ გაგზავნა შეიარაღებული ძალები მის წინააღმდეგ. ხუნსას სხვა გზა აღარ დარჩენოდა და ჩაბარების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ბირმის ჯარები ისე შევიდნენ ხუნსას დედაქალაქში, რომ ერთხელაც არ უსვრიათ. 1996 წელს ჰეროინის ჩამოგდებული მეფემ შვიდობიანად გაუშვეს პენსიაზე, მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში. შესაძლოა ის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ნარკობარონი იყო. მაგრამ ბოლოს ისიც ჩამოშორდა ძალაუფლებას. თუმცა ისტორიაში ყველაზე ძლიერი ნარკობარონის წასვლანაც კი ვერ იმოქმედა ნარკოტრაფიკინგზე. ისინი ისე განაგრძობენ დაპატიმრებებს, როგორც კინოში. ეს ფულის შოვნის მათი ხერხია. მაგრამ ასე, ყველაფერი ისევ ძველებურად ტრიალებს და ტრიალებს. ნარკობარონების ეპოქამ ნარკობიზნესის საცალო ვაჭრობის ეკვივალენტურ სიმაღლემდე აიყვანა. მსოფლიო ეკონომიკაში ჰეროინისა და კოკაინის წარმოება საფეიქრო წარმოების დონეზე დგას. მხოლოდ ოპტიმისტი თუ დაიჯერებდა, რომ ნარკობარონების განეიტრალებით პრობლემა მოგვარდებოდა. ამ დროს მესამე თაობა ემზადებოდა ღილაკზე თითის დასაჭერად.